ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით გამოკითხულთა უმრავლესობა 70% მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა უნდა აღუდგეს. 8% კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. NDI-ის კვლევებს განსხვავებულად შეხვდნენ საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წევრები. მმართველი გუნდისგან განსხვავებით ოპოზიცია გამოკითხულთა უმრავლესობას ეთანხმება. ნაციონალური მოძრაობის წევრები კი კვლევების შედეგებს თავისებურად ხსნიან და ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნას რევანშის ასაღებად გამოხატულ სურვილს მიაწერენ. ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტის კვლევების მიხედვით გამოკითხულთა უმრავლესობის პრობლემა სოციალური საკითხის მოუგვარებლობა და დასაქმების პრობლემა წარმოადგენს. კვლევა ძირითადად უჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობა ოპტიმისტურად არის განწყობილი ქვეყნის მიმართულებებთან დაკავშირებით. ისინი თვლიან, რომ მთავრობა ახორციელებს მნიშვნელოვან ცვლილებებს. მიუხედავად იმისა, რომ ნატოში გაწევრიანებას დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს, გამოკითხულები მაინც არ არიან კმაყოფილი რუსეთთან ამჟამინდელი ურთიერთობით. გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენას. ძალიან მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები დარწმუნებით თვლიან, რომ ჩვენ საქართველოს არ უნდა დავთმოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობა სხვა რომელიმე ქვეყანასთან ურთიერთობის ფასად. წინა კვლევებთან შედარებით წმენა ქართული დემოკრატიის მიმართ მოსახლეობის ნაწილს გაეზარდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ივანიშვილის მოქალაქეობა ჩამოერთვა კანონის სრული დაცვით, იმიტომ რომ მან ორგზის უარყო საქართველოს მოქალაქეობა. მე ვფიქრობ, რომ 70% ადამიანების თulis რომ მათ პირადად უნდა მოიღონ მონაწილეობა უკანასკნელი რუსული ბასტიონისათვის ვერდიქტის გამოტანაში. ჩვენ დემოკრატიის ხარისხით არ ვართ კმაყოფილი მოსახლეობის ნაწილისგან განსხვავებით, რომელიც კმაყოფილია დემოკრატიით საქართველოში. თქვენ გახსოვთ პატრიარქის გადაგება ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ეს გადაგება ისე როგორც ჩვენთვის ქრისტიან დემოკრატებისთვის იყო მნიშვნელოვანი და ბუნებრივია რომ საქართველოს ყველა ადამიანს რომელიც იდენტიფიცირებას ახდენს ამ ქვეყანასთან უნდა იყოს და უნდა ქონდეს შესაძლებლობა მოქალაქეობის აქ არის სამართლებრივი საკითხები და იმედი გვაქვს რომ ეს პრობლემები მალე მოგვარდება.